თქვენი მიღწევები ძალდაუტანებელი უნდა ჩანდეს. ძალაუფლების 52 კანონის 29 კანონი. გამარჯობა, მე ვარ ელენე, ეს არის ჩემი არხი Reverse Monday და დღეს განვაგრძობთ რობერტ გრინის ბესტსელერის კითხვას და გარჩევას. კანონის ფორმულირება. თქვენი მოქმედებები ბუნებრივი და ადვილად შესასრულებელი უნდა ჩანდეს. უნდა დაფაროთ მძიმე შრომა, ვარჯიში და ხრიკები. როდესაც მოქმედებთ, იმოქმედეთ დაუძაბავად, თითქოს ბევრად მეტის გაკეთება შეგიძლიათ. არ გაცდუნოთ სურვილმა სხვებს აჩვენოთ, რამდენს მუშაობთ. ეს მხოლოდ კითხვებს წარმოშობს. არავის ასწავლოთ თქვენი ხრიკები, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ თქვენს წინააღმდეგ გამოიყენებენ. და ნამდვილად ასეა, არ ვიცი საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ, მაგრამ ჩვენ ირგვლივაც რომ მიმოვიხედოთ და ჩვენ თვითონ გულის სიღრმეში რომ ჩავიხედოთ, გვირჩევნია მოგწონდეს და უფრო მეტად პატივს ვცემდეთ ნიჭიერ ადამიანებს, ანუ მათ ვისაც ბუნებრივად გამოდით რაღაცაები, ვიდრე იმათ, ვინც ბევრს შრომობენ და შეიძლება თუნდაც იგივე შედეგს დებენ, რასაც ნიჭიერი ადამიანები, მაგრამ იმიტომ რომ ვხედავთ მათ მეცადინეობას, სწავლებას, დახარჯულ საათებს, ნაკლებად ვუფასებთ. თითქოს ნიჭიერი ადამიანი არის ასევე უფრო იღბლიანი და ამ იღბალთან ერთად იმსახურებს მეტ სიმპათიას. გამონაკლისი არც კორპორატიული სამყარო არ არის და რა თქმა უნდა კორპორატიულ სამყაროში ფასდება შრომა, მაგრამ უფრო ფასდება, როცა ადამიანი ესე ვთქვათ, ამ შრომას ფუთავს ისე, თითქოს ყველაფერი გამოდის იოლად, არ წუწუნებს, არ რჩება იმაზე ბევრი საათი, ვიდრე უნდა დარჩეს და საბოლოო ჯამში ყოველთვის ესეა, რომ ეგრეთ წოდებულ workaholic-ებზე არის ხოლმე მინიმუმ ზურგს უკან საუბარი, რომ არ მოწონთ, ის არის შეიძლება ასევე ამ პარტავნებასთან დაკავშირებული და ნაკლებად შეიძლება გაუჩნდეს იგივე შესაძლებლობები, ვიდრე ადამიანს, რომელიც აი რაღაცა ბუნებრივ ნაკადში მუშაობს და უფრო მეტ დროს ხარჯავს, ესე ვთქვათ, კომუნიკაციაზე და იმაზე, რომ იყოს სოციალური პეპელა, social butterflies, როგორც ეძახიან, ვიდრე ეგრეთ წოდებული workaholic-ი და რაც უფრო მაღლა ავდივართ კარიერულ, ესე ვთქვათ, საფეხურებზე, მით უფრო უნდა დავიჭიროთ ბალანსი, რომ ვაჩვენოთ ადამიანებს თითქოს ჩვენი გამოცდილებით, ცოდნით და ნიჭით წყვეტთ რაღაცეებს უფრო სწრაფად, ვიდრე ისინი. სინამდვილეში შეიძლება ჩვენს ოთახში ან სახლში ან ლეპტოპთან ბევრად მეტ საათს ვატარებდეთ, ვიდრე ვანახებდეთ ჩვენ თანამშრომლებს, რომ აღიქვან რამდენად ნიჭიერები ვართ და ის სკოლაც რო გავიხსენოთ, არ ვიცი თქვენ კლასელებთან გქონიათ თუ არა შემთხვევა, ჩემს კლასში იყვნენ ბავშვები, მაშინ ბავშვები ახლა უკვე დიდები, როდესაც მაღალ ქულას მიიღებდნენ, მაგრამ მანამდე ჰქონდათ ესეთი ის ნათქვამი, რომ არ მიმეცადინია, ანუ არ ჩამიდია ძალისხმევა და ეს ფორმულები და პასუხები და განტოლებებზე პასუხები რაღაცნაირად ბუნებრივად მოვიდა ჩემთან. შენ კიდევ იმეცადინე და ანუ არ ხარ ჩემნაირი, ესე ვთქვათ, ნიჭიერი და აი რაღაც ბავშვობიდანვე როცა იწყება ჩვენში იღვიძებს უბრალოდ კონკურენციის შეგრძნება, მაშინვე ვცდილობთ, რომ წამოვწიოთ წინა პლანზე ჩვენი ნიჭიერება და ამით გავიდეთ ფონს და არავის არ უნდა დანახება თუ არავის არა, ვიღაცაებს უნდათ, მაგრამ უმეტესობას არ უნდა რომ გვანახოს რამდენი საათი და ძალისხმევა ჩაიდო, ესე ვთქვათ, ამ ნიშნის და სამსახურში უკვე შედეგის თუ შესრულებული პროექტის მიღმა. კანონის დაცვა. კანონის დაცვაში ავტორი გვიყვება რიკიუს შესახებ, რომელიც იყო იაპონიაში ძალიან პატივსაცემი, ესე ვთქვათ, ჩაის ცერემონიის ოსტატი
და ჩაის ცერემონია რიკიუმდაც არსებობდა, უბრალოდ მასთან ერთად კიდევ უფრო დაიხვეწა და როგორ ფასდებოდა მისი უბრალოება, ბუნებრიობა და თითქოს გამეორება მის ქცევებში და სტილში და დიზაინში იმის თუ რაც ხდება ბუნებაში, ხო? ანუ ძალისხმევის გარეშე იყო ის, ესე ვთქვათ, ესთეტი და ძალიან კარგი მაგალითია მოყვანილი, როდესაც იმპერატორი მასთან მიდიოდა სტუმრად ჩაის ცერემონიაზე და წინა დღეს მოვიდა თოვლი და რიკიუს, რა თქმა უნდა და ძალიან იმპერატორისთვის, ესე ვთქვათ, პატივისცემა და ასევე რომ დაენახებინა თუ რამდენად დახვეწილია მისი გემოვნება და საფეხურებზე რომ დაინახა თოვლი მოდიოდა დადო ბალიშები და შემდეგ მეორე დღეს, როდესაც იმპერატორი მოვიდა, აიღო და ბუნებრივად, ესე ვთქვათ, იმ ადგილას თოვლი არ იყო, ანუ წრეები იყო დარჩენილი ცარიელი, თან ამით გასუფთავებული, ესე ვთქვათ, საფეხურები დახვდა მეფეს და თან ესთეტიურად ძალიან ლამაზი იყო გარშემო თოვლი და ეს ბუნებრივად, ესე ვთქვათ, ხელის შეხების გარეშე დარჩენილი წრეები და მიუხედავად იმისა, რომ ამას დაჭირდა ერთი დღით ადრე მომზადება, ბალიშების დადება, ბალიშების დარეცვა, აღება, ეს ყველაფერი იქ არ ჩანდა. ანუ ძალისხმევის შესახებ აღარ უყვებოდა მერე იმპერატორს, უბრალოდ შედეგით ტკბობის საშუალებას აძლევდა და იგივე მაგალითია მოყვანილი მიქელანჯელოს შესახებაც ის რომის პაპსაც კი არ აძლევდა უფლებას რომ შესულიყო მასთან ესე ვთქვათ საოსტატო მასტერ ოთახში სადაც აკეთებდა ხოლმე ქანდაკებებს ხატავდა ნუ ხელოვნების ნიმუშებს იმიტომ რომ ის ფიქრობდა პროცესზე დაკვირვება და პროცესში ხალხის ჩართულობა გამოიწვევდა გაუფასურებას მისი ქმნილებების და ეგრეთ წოდებული ვაუ ეფექტი არ იქნებოდა შემდეგ პირველი ნახვისას, იმიტომ რომ თვალი უკვე შეჩვეული იქნებოდა და თან ასევე არ ვიცი, შეიძლება ის მარტივი მეთოდებით და მარტივი ტექნიკით აკეთებდა ამ ყველაფერს და იმიტომ რომ მარტივად ასრულებდა რაღაცას, არ უნდოდა გაუფასურებულიყო რეალურად საბოლოო შედეგი და ამას იყენებენ ძალიან კარგად დღეს კორპორატიულ სამყაროში განსაკუთრებით აღმასრულებელი დირექტორის და მიმდებარე პოზიციებზე მყოფი ადამიანები, რომლებიც უბრალოდ დაფარფატებენ, შეხვედრებზე შედიან, რაღაცა ერთ-ორ წინადადებას იტყვიან, თითქოს აი ესე ძალისხმევის გარეშე ერგოთ ეს პოზიცია აქვთ, მაღალი ხელფასი არიან, დაფასებულები და რეალურად ჩვენ ვერ ვხედავთ 20-30 წელი თუ 15 წელი დაჭირდათ იმისთვის, რომ ეს გზა გაეარეთ და რაღაცნაირად ესეთი შევეჭილება ჩება, რომ აი მე ძალიან მიყვარს ეს სიტყვა, რომ როკსტარები არიან რა და მივხვდი მაგას კარიერის ბოლო წლებში, რომ სამსახურში, განსაკუთრებით ახალ სამსახურში, სადაც გადადიხარ, უნდა მიხვიდე როგორც როკსტარი, რომ განსაკუთრებული ნიჭი გაქვს, ან ისეთი მაგარი უნიკალური გამოცდილება გაქვს, რომ სხვას არ აქვს და თვალები, ესე ვთქვათ, გაფართოებულები გიყურებენ და გაკვირდებიან. ჩემ შემთხვევაში მაგალითად მე დავიჭირე მომენტი, რომ კორპორატიული იურისტი ვიყავი, საერთაშორისო გამოცდილება მქონდა, ეს დიდი არაფერი, იმიტომ რომ ბევრს აქვს კორპორატიული იურისტის საერთაშორისო გამოცდილება, მაგრამ ამას დაემატა ბლოკჩეინ ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტის ცოდნა, კრიპტორეგულაციები და ანუ ეს ინოვაციურ ტექნოლოგიებში ჩემი გარკვევა და კორპორატიული იურისტის გამოცდილება ძალიან უცხო და კარგი ნაზავი იყო და ბოლო სამსახურებში ნამდვილად თავს გრძნობდი როგორც როკსტარი, მაგრამ ასევე ვიქცეოდი როგორც როკსტარი და დაფასებაც მქონდა შესაბამისი. ამიტომ და თან არ ვყვებოდი, რომ 8 წელი დამჭირდა ამ ყველაფრის სწავლისთვის და შეიძლება დღეში 4-5 საათი კრიპტოზე ვიდეოები მენახა და მერე ფორუმები მეკითხა და რაღაც პროექტებში მიმეღო მონაწილეობა, რომ ოღონდ გამოცდილება მიმეღო. არა, რაღაცა ეს ბუნებრივად თვითონ ძალიან ვერ ყვევი და ძალიან ჩემია და ძალიან ახლოს მოვიდა ჩემთან. და პლუს, ნუ ამას ემატებოდა ის, რომ ქალი ვარ და ქალები მაგ სფეროში არიან ცოტა. ამიტომ იპოვეთ თქვენი, ესე ვთქვათ,
კომბინაცია უნარების, გამოცდილებების, ნიჭის, ჰობის და შეფუთეთ ეს ყველაფერი ისე, რომ თითქოს თქვენთან ძალისხმევის გარეშე მოვიდა და რაღაც დიდად არ დაღლილხართ, ესე ვთქვათ, იმისთვის, რომ ესეთი უნიკალური გამხდარიყავით და დამერწმუნეთ, რომ ბევრად უფრო დიდი პატივისცემა და დაფასება გექნებათ დამსაქმებლებისგან 100%-ით და ნუ გარემო შეიძლება რაღაცნაირად ცოტა გააღიზიანოთ თქვენი უნიკალურობით, მაგრამ ეგ არ აუშავს, როგორც ამბობენ, თავიდან აღიზიანებ, მერე გაკვირდებიან და მერე უყვარდებით და ჩვენ შეგვიძლია რომ გავიაროთ იგივე გზა. წავიკითხავ ავტორის მიერ მოყვანილ ჩანაწერს ბალტასარ გრასიანისგან. ნუ აჩვენებთ ყველაფერს, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ, ბრძენი ბოლომდე არ ააშკარავებს თავის ცოდნასა და ნიჭს. თუ კი სურს, რომ მას ბოლომდე პატივისცემით ექცეოდნენ. ის შესაძლებლობას მოგცემს მათ შესახებ შეიტყო, მაგრამ მათში გარკვევას არ დაგანებებს. არავინ უნდა იცოდეს, სადამდე ვრცელდება მისი შესაძლებლობები, რათა იმედ გაცრუებული არ დარჩეს. ვერავინ ვერასდროს შეძლებს მისი სიბრძნის სრულად გააზრებას. ვინაიდან და რადგანაც ვარაუდები და მოსაზრებები ადამიანის ნიჭის სიდიადის შესახებ უფრო მეტ პატივისცემას იწვევს, ვიდრე მისი შესაძლებლობების ზუსტი ფარგლების ცოდნა. რაც უნდა ფართო იყოს ეს ფარგლები. აი მე დაკვირვებული ვარ, რომ ძალიან ბევრი და უმეტესობა აბსოლუტური 90% ზემოთ ლექტორები, მასწავლებლები, საჯარო გამომსვლელები, YouTube-ზე ისე ასე მოკლედ არ აქვს მნიშვნელობა. ადამიანები, ვინც გვასწავლიან, ესე ვთქვათ, არ გეუბნებიან, საიდან მოვიდა მათთან ეს ცოდნა, რის საფუძველზე ამბობენ ამ ყველაფერს. ანუ ყველა ცდილობს, რომ ინფორმაცია, რომელსაც გვაწვდის, გაყიდოს ისე, თითქოს არის მისი და მართლა ბევრზე მაქვს შემჩნეული დიდი სახელებიდან, რო ვთქვათ, მაგალითად ჯო დისპენზა, ინფორმაციას ყიდის თითქოს თავისი არ და რომ გვითხრას, რომელი კვლევის საფუძველზე ამბობს, ან რომელი წიგნი გაათანამედროვა და ვითომ აქცია თავისად, თითქოს ეშინიათ, რომ არ გაუფასურდეს მათი, ესე ვთქვათ, ნააზრევი და ნიჭიერება. ხალხს არ აქვს ძირითადად ის იგივე წიგნები წაკითხული, რაც აქვს ამ მასწავლებლებს, ასე რომ დავარქვათ, და ეს მასწავლებლები კიდე ამ იდეას ყიდიან როგორც თავისას და შესაბამისად ჩვენ გგონია, რომ ვაიმე რა ჭკვიანია, რა ნიჭიერია და ზუსტად ამიტომ გამოვარჩევ ძალიან თანამედროვე მასწავლებლებიდან ეკჰარტ ტოლეს, რომელიც აწმყოს ძალაში თავის, ანუ ესეთ ყველაზე დიდ და ცნობილ წიგნში პირველივე გვერდებზე გვეუბნება, რომ ეს არ არის, ესე ვთქვათ, მისი აზრი, რომ ის ეფუძნება სხვადასხვა სწავლებას, მათ შორის ქრისტიანობას, ბუდიზმს, მაისტერ ტოლეს ნააზრევს, ყველა ავტორი ჩამოთვლილი აქვს და პლუს ამატებს, რომ ის ვერასდროს ვერაფერს ვერ გვეტყვის ისაც, რაც ისედაც ჩვენ არ ვიცით, უბრალოდ შეიძლება გამოვიყენოთ შეხსენებად, ხო? და აი მაგიტო ნუ მე არ მომწონს ის ადამიანები, ვინც არ გვასწავლიან კენწეროში ასვლას და არ გვაძლევენ თავისუფლებას იმაში, რომ ჩვენც მივიდეთ იგივე წყაროსთან და წავიკითხოთ თუნდაც იგივე წიგნი და ჩემთვის ამ დროს არ ხდება მათი გაუფასურება, პირიქით, ჩემი მადლიერება მათ მიმართ იზრდება, მაგრამ ცალსახად ამ კანონს იყენებენ, რომ თითქოს აი მეცადინეობის გარეშე და მე არც ის ამიკითხავს და არც ის არ მომისმენია, უბრალოდ ეს ჩემი იდეა, რაღაც ამ იმით ცდილობენ თავისი რეპუტაციის
მომატებას. და გავაგრძელოთ კითხვა, როგორც ძალაუფლების მქონე ადამიანმა მუდმივად უნდა ეძიოთ და გაუთავებლად უნდა ივარჯიშოთ საჯაროდ გამოსვლამდე. არასოდეს აჩვენოთ საზოგადოებას ის წარმოუდგენელი ძალისხმევა, რაც თქვენი სიმშვიდისა და თავდაჯერებულობის მიღმაა. ზოგს გონია, რომ ასეთი გახსნილობა გამოხატავს მათ პატიოსნებას და შრომის მოყვარეობას, მაგრამ სინამდვილეში მსგავსი ნაბიჯი მათ სუსტად აჩენს. მსმენელსა და მაყურებელს აფიქრებინებს, რომ ამდენი ძალისხმევით სხვასაც შეუძლია იმავე შედეგის მიღწევა, ან დაკავებული თანამდებობისთვის შეუფერებელი ხართ. თქვენთვის დაიტოვეთ თქვენი ძალისხმევა და ხრიკები. ყველაფერი ისე უნდა გამოიყურებოდეს, თითქოს ღმერთების სიმსუბუქითა და წყალობით ხართ დაჯილდოებული. არავინ იცის ღვთაებრივი ძალის წყარო, ყველა ხედავს მხოლოდ მის მოქმედების შედეგს. სხვათა შორის, როდესაც ახალ პროფესიას ვირჩევდი, ანუ კოუჩინგის მიმართულებით გადავწყვიტე განვითარება, ჩემს 6 მეგობარს, რომელსაც თან ჩემთან ერთად უმუშავია, ან რაიმე პროექტი გაგვიკეთებია ერთად, ან გვისწავლია, ანუ ესე ვთქვათ, პროფესიულად მიცნობდნენ, გავუგზავნე კითხვარი ერთი და იგივე კითხვებით და რაღაცა ერთ-ერთი კითხვა იყო, რომ რა არის ისეთი დამახასიათებელი ჩემთვის თვისება და თუ არ ვსვები 6-დან 5-მა ან 6-ვემ დამიწერა, რომ ვარ თავდაჯერებული. და გულში ვფიქრობდი, რომ იცოდეთ, რის ხარჯზე მოდის ჩემთან ეს თავდაჯერება. თუმცა იმის ფონზე ეხლა ბევრად უფრო თავდაჯერებული ვარ ზოგადად, მაგრამ ბევრად კი არა და თავდაჯერებული გავხდი ვიტყოდი, მაგრამ მაშინ მე ჩემი თავდაჯერებულობის, ესე ვთქვათ, ინსტრუმენტი მქონდა ნაპოვნი, ჩემი თავდაჯერებულობა უდრიდა და ტოლი იყო მეცადინეობის და იმ დახარჯული დროის, რაც მე კონკრეტულ თემას, გამოსვლას, პრეზენტაციას, შეხვედრას, ხელშეკრულებას დავუთმე და უბრალოდ მე როდესაც რაღაცაზე აზრს ვიტყოდი, ან მოლაპარაკებაზე შევდიოდი, ან შეხვედრაზე, ან ტრეინინგს ვატარებდი, თავდაჯერებული ვიყავი, იმიტომ რომ უამრავ დროს ვხარჯავდი იმისთვის, რომ საუკეთესოდ მომზადებულიყავი, ინფორმაცია მომეძებინა, კვლევა გამეკეთებინა, პრეზენტაცია, შემდეგ ამას ვიმეორებდი, როგორ ვიტყოდი, უბრალოდ ეს არ ჩანდა. იქ ეს იმდენად გათავისებული მქონდა ხოლმე თემა, რომელზეც უნდა მესაუბრა, თითქოს ბუნებრივი იყო და ჩემი თემა იყო და აქედან გამომდინარე, ვისაც გაქვთ გამოწვევა, რომ შეიძლება თავდაჯერებულობა გაკლდეთ ამა თუ იმ საკითხში, ნამდვილად გულწრფელად გირჩევთ, სანამ რაღაც ბუნებრივი თავდაჯერებულობა მოვა თქვენამდე, რომ იმეცადინეთ, იკლიეთ, თქვენით წერეთ, თქვენით შექმნით პრეზენტაცია, მე არ ვამბობ, რომ არ დაიხმაროთ არავინ, მაგრამ პროცესში რომ იღებ მონაწილეობას, მერე კარგად გამახსოვდება და ითავისებ ამ თემას. აქედან გამომდინარე, თავდაუჯერებელი, ან ვინც კოჭლობს თავდაჯერებულობაში, ან საკითხს გააჩნია თავდაჯერებული ვართ თუ არა ადამიანებისთვის, რჩევა არის, რომ ბევრი იმეცადინონ. და რა თქმა უნდა, რაც არ უნდა თავდაჯერებული იყო, რომელ თემაზეც არ უნდა საუბრობ და რაც არ უნდა, ესე ვთქვათ, შენი იყოს, თუ განაახლებ ამ ინფორმაციას, კარგად მოემზადები, კიდევ უფრო თავდაჯერებული იქნები და საინტერესო იქნება შენი მოსმენა. აქედან გამომდინარე, მეცადინეობა და მეცადინეობა. და ავტორი გვეუბნება, ის შემსრულებლები, რომლებიც არ ამჟღავნებენ დაძაბულობას, გვინერგავენ სიმშვიდეს, ქმნიან ილუზიას, რომ მათი ოსტატობა შრომის შედეგი კი არ არის, არამედ მათთვის დამახასიათებელი გარკვეული ბუნებრივი თვისება, თუნდაც რეალურად მათ არანაკლები ძალისხმევით შრომა უწევთ. თქვენი საჯარო გამოსვლები უნდა გავდეს ხელოვნების ნიმუშებს, ისინი უნდა იყოს ნათელი, ამაღელვებელი, გასართობიც კი. და ამაში ნამდვილად ვეთანხმები
და ხვალ ანუ 16 მარტს მე და ჩემი მეგობარ მაიკოს გვაქვს საჯარო გამოსვლა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში და მიუხედავად ჩვენი 15 წლიანი ესე ვთქვათ კორპორატიული გამოცდილებისა ძალიან კარგად მოვემზადეთ თავისი ხუმრობებით, ისტორიებით, პირადი მაგალითებით, იმიტომ რომ მორჩა ის დრო, როცა უბრალოდ ჩართავ პრეზენტაციას და სლაიდებს მიყვები და ილაპარაკებ. უნდა ჩვენი საჯარო გამოსვლა, ნუ მე და მაიკოზე ვსაუბრობ და თქვენც თუ გაქვთ საჯარო გამოსვლები, იყოს პერფორმანსი. ადამიანი უნდა გიმახსოვრებდეს, ხო? მაგალითად, როდესაც იურიდიულზე ვსწავლობდი, იქ მასწავლიდან რიტორიკას იურისტებისთვის და რომ ვსწავლობდი ამ საგანს, ვხვდებოდი, რომ თანამედროვე იურისტობა და იურისპრუდენცია ყოველ შემთხვევაში საქართველოში რამდენად დაშორდა თავდაპირველ საწყისებს, სადაც იურისტი გარდა ცოდნისა, სამართლებრივი ცოდნისა, პირველ რიგში უნდა ყოფილიყო სამსახიობო ნიჭით დაჯილდოვებული ან გაევარჯიშებინა ეს ნიჭი, იმიტომ რომ მის გამოსვლაზე ძალიან ბევრი იყო დამოკიდებული. ეხლა კი ხელოვნური ინტელექტის სამყაროში ისევ დავუბრუნდებით საწყისებს, იმიტომ რომ სამართლებრივი ცოდნა და ექსპერტიზა შეიძლება ხელოვნურმა ინტელექტმა თავისუფლად ჩაანაცვლოს. ანუ უფრო მეტი უნარი იურისტმა და სხვა ნებისმიერი პროფესიის მქონე ადამიანმა უნდა განივითაროს კომუნიკაციის მიმართულებით, ლიდერობის მიმართულებით, ემპათიის მიმართულებით, ხო? მორჩა ის დრო, როცა ვართ ნერდები კომპიუტერს უკან და არ გვინდა ადამიანებთან ურთიერთობები. გაიმარჯვებენ ისინი, ვისაც აქვს ეგრეთ წოდებული დახვეწილი soft skill-ები და რაც უფრო მეტ ადამიანს მოვეწონებით სამსახურში, კლიენტებს, მეგობრებს, უფრო მეტი დაფასება გვექნება თვითრეალიზაციის შანსი და შესაძლებლობები. კი ბატონო, გადავედით ავტორიტეტულ მოსაზრებაზე. თუ საქმე რაც არ უნდა უმნიშვნელო იყოს, ის შესრულებულია ძალისხმევის გარეშე, ეს არა მხოლოდ აჩვენებს ოსტატობას, არამედ ხშირად გვაიძულებს შევაფასოთ იმაზე უკეთესად, ვიდრე სინამდვილეშია. ასე იმიტომ ხდება, რომ დამკვირვებლებს ეჩვენებათ თითქოს ადამიანს, რომელიც კარგად და ძალისხმევის გარეშე მუშაობს, მეტის უნარი აქვს. ეს დასაწყისშიც გაიმეორა ავტორმა, ეხლაც გაიმეორა და აი გირჩევთ, რომ დააკვირდეთ თქვენ ირგვლივ რა ტენდენციები. აი მე რას ვაკვირდები როგორც ქალი. ეგრეთ წოდებული ძალისხმევის გარეშე მაკიაჟი, ანუ ეს effortless make-up-ი, ან no make-up make-up-ი, თან გვისვია მაკიაჟი, მაგრამ თან ისე უნდა წავისვათ, რომ ვერ მიხვდნენ, ხო? ან მაგალითად მის ვარცხნილობა შეიძლება სალონში იყოს გაკეთებული, მაგრამ არ უნდა ეტყობოდეს. ჩაცმულები ისე უნდა ვიყოთ, თითქოს დიდი ხანი არ გვიფიქრია ამ ჩაცმაზე, უბრალოდ და ბუნებრივად, მაგრამ თან რაღაცა დეტალები უნდა გავითვალისწინოთ, რომ გავლამაზდეთ. ანუ ეს ძალისხმევის გარეშე ქცევა, გამოსვლა, ჩაცმა, თმის დავარცხნა, არ ძალისხმევის გარეშე უნდა ეტყობოდეს, თორე არ ნიშნავს, რომ ძალისხმევის გარეშეა და რატო? განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად ადამიანებს გაუჩნდებათ სურვილი, რომ დაინახონ სხვა ადამიანებში სინამდვილე. ხო არის, რომ ეხლა ყველაფერი ონლაინ შეხვედრა, ონლაინ თერაპია, ონლაინ წიგნის კლუბი ძალიან მალე და უკვე ეს ტენდენცია დაწყებულია, უნდათ ფიზიკურად შეხვედრა, რომ ხელშესახები იყო, ნამდვილი იყო და რატომ არის, რომ ძალიან ბევრი დღეს ინფლუენსერი გვანახებს თავის სახეს, აი ესე ახლოს, მაგალითად, რომ ესეთი ვარ, ესეთი კანი მაქვს, არაფერი ეფექტი არ მადევს, ხო აი ეს ბუნებრიობა შემოდის და ბუნებრიობა არ შეიძლება იყოს იქ, სადაც ძალიან ბევრი ძალისხმევა ჩანს და აი რაღაცა ისეთი მაკიაჟი მაქვს, რომელზეც ყველა ხვდება, რომ არის ძალიან ბევრი დრო დახარჯული და მაკიაჟთან ერთად მოდის ეს ყველაფერზე, ინტერიერის დიზაინზე, ქალაქის დაგეგმარებაზე, იმიტომ რომ მოგვენატრა ბუნებრიობა, აღარ გვიკვირს, რომ ვიღაცა შეიძლება რაღაცა
განსაკუთრებული ინტერიერის სახლი ქონდეს, რაღაცა ბევრი ნაფიქრი ნახატებით, ისეთი ავეჯით. ანუ ეხლა მიდის ყველაფერი მინიმალიზმისკენ, მაგრამ მინიმალიზმი არ ნიშნავს იმას, რომ დავკარგოთ ინდივიდუალურობა და არ ნიშნავს იმას, რომ საჭიროა, ანუ ჭირდება ცოტა დრო. პირიქით, მე თუ მკითხავ, უფრო მეტი დრო ჭირდება ისე ჩაიცვა თეთრი მაისური და ჯინსი, რომ იყო ლამაზი, შენი თავის საუკეთესო ვარიანტი, თან ინდივიდუალური, თან ძალისხმევა არ ეტყობოდეს, ანუ ისეთი თავსატეხი გვაქვს რა. ყველას გვჭირდება ერთი რუკიუსნაირი დიდოსტატი. და მოდი ახლა წავიკითხოთ საპირისპირო მოსაზრება. არის შემთხვევები, როცა ამა თუ იმ პროექტზე მუშაობისას ჯობია თქვენი სამზარეულო გაასაჯაროოთ. ყველაფერს განსაზღვრავს აუდიტორიის გემოვნება და არის თუ არა შესაფერისი მომენტი ამისთვის. ბარნუმმა იცოდა, რომ მის მაყურებელს სიამოვნებდა შოუში მონაწილეობის განცდა. ხალხს აღაფრთოვანებდა ტრიუკის ამოცნობა. შესაძლოა ნაწილობრივ იმიტომ, რომ მატყუარების გამოვლენა იმათი, ვინც თავისი ძალაუფლების წყაროს მალავს, ამერიკის დემოკრატიულ სულს შეესატყვისება. მაყურებელზე შთაბეჭდილებას ახდენდა შოუმენის იუმორი და პატიოსნებაც. ბარნუმმა ეს გაითვალისწინა და პრინციპი უკიდურესობამდე მიიყვანა. როდესაც პოპულარობის მწვერვალზე მყოფმა გამოაქვეყნა ავტობიოგრაფია და მასში აღწერა ზოგიერთი თავისი ტრიუკის შემუშავების პროცესიც. ოსტატობის უმაღლესი გამოვლინებაა თქვენი გეგმების ნაწილად და მთლიანად თქვენი კონტროლის ქვეშ არსებული ტრიუკებისა და მეთოდების ნაწილობრივი გასაჯაროება. ეს მაყურებელს უქმნის ილუზიას მათი უპირატესობისა და თანაზიარობის, მიუხედავად იმისა, რომ აისბერგის უმეტესი ნაწილი მაინც დაფარულია მათგან. აი, მაგალითისთვის რო ავიღოთ, ვინც კონტენტს აკეთებთ, პერსონალურ ბრენდს აშენებთ, ძალიან ტენდენციურია, რომ ადამიანებს ანახოთ, როგორ გადიხართ რაღაც გზას, მაგალითად, პიროვნულ ზრდას, კარიერულ ტრანსფორმაციას, როგორ აშენებთ სახლს, როგორ ვარჯიშობთ თქვენი სასურველი, ესე ვთქვათ, სხეულის ფორმებისთვის და ყველას თავისი პროექტი შეიძლება ქონდეს. ანუ სერიები, რაღაცა სერიალივით, რომ ჩართული იყოს მაყურებელი. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველა კარტი გაშალოთ და ყველაფერი მოყვეთ, რას როგორ აკეთებთ. თუ გინდათ, რომ ბუნებრივად, ესე ვთქვათ, ნიჭიერად აღიქმებოდეთ, რა თქმა უნდა, შეიძლება კენწეროზე ასვლა თქვენთვის შეინახოთ. მაგრამ ამ კანონს ესე ვიტყოდი, რომ როგორც სხვა ბევრი კანონი ამ წიგნიდან, მე დიდად არ ვემხრობი და რა ნაწილში. ვემხრობი იმ ნაწილში, თუ ჩვენ გვინდა ძალაუფლების მოპოვება, საჯარო სამსახურში თუ კერძო სამსახურში თუ არა აქვს მნიშვნელობა, ან უკვე ძალაუფლების რგოლში ვართ, ან მისკენ მიმავალ გზაზე, მაგრამ მაგალითად ჩემს ნიშაში მე მირჩევნია, რომ ბოლომდე გავშალო კარტები და გავაზიარო ინფორმაცია იქამდე, სადამდეც მაქვს ცოდნა. და თან ინფორმაცია თუ არის, რომ მე რობერტ გრინის საფუძველზე ვსაუბრობ რაღაცას, ვიტყვი, რომ რობერტ გრინის საფუძველზე ვსაუბრობ რაღაცას. იმიტომ არა, რომ რაღაცა კარგი გოგო მინდა ვიყო, ან განსხვავებული მინდა ვიყო, უბრალოდ ვთვლი, რომ ეს არის საჯარო ინფორმაცია, ყველასთვის ხელმისაწვდომი და მე არ მაქვს უფლება, რომ ის გავასაღო ისე თითქოს ჩემია და რაღაცნაირად მგონია, რომ ყოველ შემთხვევაში მე რა უკავშირიც მაქვს ჩემს აუდიტორიასთან, რომ ეს სინამდვილე ბოლომდე გაზიარება და თუნდაც ის, რომ გასწავლოთ რაღაცეებში, რაშიც მე ავედი კენწეროში, ან ავედი და გადავედი, ან ვერ ავედი, რატომ ვერ ავედი, ეს გავაზიარო და ერთად გავიაროთ ეს გზა. თუმცა არ ვიცი, შეიძლება შევქმნა რაღაცა საავტორო მეთოდი, რომელიც ჩემი ინტელექტუალური საკუთრება იქნება და
არ მოყვე როგორ შევქმენი? არ ვიცი, რაღაცა ეჭვმეპარება ყოველ შემთხვევაში დღევანდელი გადმოსახედიდან, რომ ეს კანონი მე და ჩემს ცხოვრების სტილს და პიროვნებას ესადაგებოდეს. თუმცა ამ კანონის ცოდნა, როგორც სხვა კანონების, ძალიან კარგია, რომ ჩავთვეთ ჩვენში დამკვირვებელი და დავაკვირდეთ. ეს ადამიანი რომ ყიდის ამ რაღაცა კურსს და ასაღებს, რომ თითქოს თავისია, ხელოვნური ინტელექტი ძალიან სწრაფად და უფასოდ დაგვეხმარება იმაში, რომ გავარკვიოთ საიდან მოდის ეს კურსი, იქნებ წიგნიდან მოდის, რომელიც $5 იღირს და ჩვენი შეგვიძლია, რომ ვისწავლოთ ესა თუ ის საკითხი, თუ მართლა თავისია და რაღაცა განსაკუთრებულს გვასწავლის, ხო? და აქედან გამომდინარე, ძალაუფლების 58 კანონი ჩემი აზრით და ჩემთვის ძალიან ისეთი პრაქტიკული სახელმძღვანელოა, თუნდაც იმისთვის, რომ რაღაც ნაწილში მე თვითონ ვიყენებდე ამ კანონებს და რაღაც ნაწილში ვხვდებოდე, რომ ამ კანონებს იყენებენ ჩემზე და დავფიქრდე, მინდა რომ გამოვაყენებინო და ამაში მონაწილეობა მივიღო თუ უბრალოდ უნდა ვდისტანცირდე. სულ ეს არის. ძალიან დიდი მადლობა, ვინც ძალაუფლების 58 კანონის სერიებს უყურებთ, გთხოვთ მოიწონოთ და გაუზიაროთ თქვენს მეგობრებს, ვისაც აინტერესებთ ეს წიგნი. დროებით.